Ministrმა საკითხზე დღეს მოკლე კომენტარი გააკეთა და ოჯახური ძალადობის ფაქტები დაგმო. აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ჩამოყალიბებული, რომელზეც სურს ვისაუბროთ და შევთავაზოთ საზოგადოებას. რა თქმა უნდა არის დასაგმობი და ყოველდღე მიუღებელი ისაც ხდება და ამის თაობაზე ჩვენ უახლოეს დღეებში წარუდგენთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას. გაზრდილი შეშის ლიმიტი ამ და სხვა თემების დაბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ არ გადართოთ. გულრიფშიდან ტალინში დაბრუნებული ესტონელები კვლავ აფხაზეთზე ოცნებობენ. ექსკლუზიური რეპორტაჟი ბალტიისპირეთიდან. შემოდგომის ეთერს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Android-ის ტელეფონი თვეში მხოლოდ 19 ლარიდან. საუკეთესო ფასები მხოლოდ ჯეოსელში. სეზონის ეთერს წარმოგიდგენთ VTB ბანკის ავტოსას. შეიძინეთ Honda CR-ვი თვეში $499 პირველადი შენატანის გარეშე და მიიღეთ ავტოდაზღვევა საჩუქრად. VTB ბანკი, დიდი უპირატესობა. როდესაც ტკივილი გაწუხებთ, ყველაფერი რთულად გეჩვენებათ. თქვენ სწრაფი და ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი გჭირდებათ. მიიღეთ მიგოთ 100. განსაკუთრებული შემადგენლობის წყალობით ტაბლეტი 2 წუთში იხსნება. მიგოთ 100 უმოკლეს დროში იწყებს მოქმედებას და სწრაფად გათავისუფლებთ ტკივილისაგან. მიგოთ 100 და ტკივილი სწრაფად ქრება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. რატომ 1? როდესაც შეიძლება იყოს 3. 10 ოქტომბრიდან ვესტელი საჩუქრად გადმოგცემთ მტვერსასროლს და მიკროტალღურ ღუმელს ყოველი გასქური შეძენისას თვეში მხოლოდ 35 ლარიდან. ვესტელი, მეგობრული ტექნოლოგიები. 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ტარდება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ რამდენი ვართ. საქსტატი. გვასწავლიდნენ რომ კაცები არ ტირიან. ნემიროვი, არაღი არის ეს. Les chasseurs à ma porte comme les petits soldats. გაიცანით სრულყოფილი ქალბატონი. მასში ერთდროულად ფრანგული შარმი და ინგლისური არისტოკრატია. მუდამონაკლოდ გამოიყურება და ეს ყველაფერი დიეტის გარეშე. შესაშური ოსტატობით მართავს ავტომობილს. ფლობს 4 ცხო ენას. სანიმუშოდ წინდახედულია. სკოლაშიც კი მუდამ სამკალამს ატარებდა. ახლაც 3 სხვადასხვა ბანკში აქვს 3 სხვადასხვა სესხი. განმადების, სამომხმარებლო სესხის და საკრედიტო ბარათის. ბევრისთვის ნაცნობი სიტუაცია მრავალი სესხი დაფარვის განსხვავებული თარიღებით. თუმცა სრულყოფილ ქალბატონს ეს არ აწუხებს. როგორც ხედავთ, ის უბრალოდ გამოგონილი სარეკლამო გმირია. არ არის აუცილებელი თქვენ სრულყოფილი სიმშვიდით აიტანოთ მსგავსი დისკომფორტი. თქვენ, რომელიც დროულად იხდით სესხებს სხვა ბანკებში, ჩვენ გაგიერთიანებთ რამდენიმე სესხს ერთ სესხში. შემოგთავაზებთ თქვენთვის მოსახერხებელ გადახდის ერთ თარიღს და ინდივიდუალურ პირობას გაერთიანებულ სესხზე. გაიგეთ, რას გთავაზობთ. სესხების საშემოდგომო პორტირება. საქართველოს ბანკი. იგრძენი მომავალი. ახალი დილ სენსისი კიდევ უფრო ძლიერი და წვნიანი გახდა. დილ სენსისი ფიტნეს. როგორი წვნიანია. გასინჯე მთლიანი წვნიანი ხაზი დილ სენსისისგან. GeForce Euro დიზელი უკვე გალფის ქსელშია. Euro 5 სტანდარტი და GeForce-ის უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს საწოვის შემთხვევის სისტემის წმენდასა და კოროზიისგან დაცვას. GeForce Euro დიზელი მატებს ძალას და სისწრაფეს თქვენს ავტომობილს და ამცირებს ხარჯს საწვავზე. GeForce ყველაზე ძლიერი საწვავია. 15 ლიტრ GeForce-ზე მიიღეთ საჩუქრები გალფისგან. მაცივარი, LG, ფასი 649 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. მორიგი შეხვედრა ან საუკეთესო საღამო. არაღი ზიონაა მარკა. დრო გადის, ჩვენ არ ვიცვლებით. გაწუხებთ მუცლის შებერილობა. ეს პომიზანი ამცირებს გაზების რაოდენობას ნაწლავებში. გმატებთ თავდაჯერებულობას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ხმაურიან და შებერილ მუცელს ეს პომიზანი უშველის უწევ. რევოლუცია. შავი ფერი, რომელიც მუდამ ახალივით გამოიყურება.
განახლება პლუსი პერვოლისაგან. ის არა მარტო იცავს შავფერს გახუნებისგან, არამედ უბრუნებს მას ინტენსივობას უკვე რამდენიმე გარეცხვის შემდეგ. შავი ფერი, რომელიც მუდამ ახალივით გამოიყურება. განახლება პლუსი პერვოლისაგან. ახალი? არა, პერვოლით არის გარეცხილი. წელს PSP-მ 9 ახალი ავტომობილი უკვე გაათამაშა. 28 დეკემბერს კიდევ 3 ავტომობილი ელოდება გამარჯვებულს. ახლა რა მოხდა? შესვენების დროა. კიტკეტი? ნაბიჯი პოზიტიური განწყობისკენ. იმედია ცოტა ხნით კიდევ დავრჩებით აქ. ან დიდი ხნით. გააქვს შესვენება. მიირთვი კიტკეტი. ნესტლეს ხარისხი. საღამოს ეთერის სპონსორია 10 ექსპრეს ქულა. გადაიხადეთ სავაჭრო ობიექტებში ექსპრეს კარტით და ყოველი გადახდისას დააგროვეთ 10 ექსპრეს ქულა. საღამოს ეთერის სპონსორია ულიმიტო ბილაინ მიქსი. ბილაინი, ყველაზე დაბალი ფასი. საღამოს ეთერის სპონსორია რიკო კრედიტი. სიახლე, სალომბარდო სესხები 1.5%, ხოლო იპოთეკა 2%. რიკო კრედიტი. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ზედაზენი. ზედაზენი. აბარა. საღამოს ეთერის სპონსორია ივერია. განსაკუთრებულად ნაზი-გემო, ექსკლუზიური ტექნოლოგიით დამზადებული გემრიელი პროდუქტი. რძიანი სოსისი ივერიასგან. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ უნიკარდი. არ დაგავიწყდეს უნიკარდი. დააგროვე პოზიტივი. საღამოს ეთერის სპონსორია ხლებნიდარი. მომხმარებელთან დობის წყალობით ჩვენ კიდევ უკეთესი ვიქნებით. ხლებნიდარი. არაყი ნომერი პირველი უკრაინაში. ეთერშია ქრონიკა 8-ზე. მოსახლეობას შეშის მომარაგება წელს გაზრდილი ლიმიტით შეეძლება. თუ ადრე მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებს 7 კუბამეტრის საშეშე მასალის მოჭრის ნებართვა ჰქონდა, ამერიდან მათთვის ლიმიტი იზრდება და 2-ჯერ მეტი კუბური მეტრი ხის მოჭრა შეეძლებათ. რაც შეეხება დაბალ ზონებში მცხოვრებ ოჯახებს, მათ წლის განმავლობაში 7 კუბური მეტრი შეშის მოჭრა შეეძლებათ. კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ წელს პირველად ზამთრისთვის შეშის მოჭრა თბილისის შემოგარენში ნებადართული ხდება. ზამთრის სეზონისთვის შეშის მოსაპოვებლად ტყეები უკვე გახსნილია. მოსახლეობას ხის მოჭრა სპეციალური ვაუჩერის შეძენის შემდეგ უახლოესი ტყეკაფიდან შეუძლია. 1 კუბური მეტრი შეშის გამოწერა 7 ლარი ღირს. გადახდილი თანხა გაჩეხილი ტყის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება. სოფელ მაჭახელაში ზამთრის ამზადისი უკვე დაიწყეს. ბალაძეებმა სათბობი მასალის ნაწილი მოიმარაგეს. ახლა ისინი მოჭრილ მასალას ამუშავებენ. არანაირი პრობლემა არა შიშაზე. არანაირი პრობლემა არა ბილეთის გამოწერაზე. როცა გაგიხარდება, როცა ვისაც სურვილი აქვს, იმ ერთი დღე შეუძლია რომ გამოიწეროს ბილეთი და მიმართოს რეინჯერს და გამოიტანოს ტყიდან შეში. შეშის მოჭრა დაუბრკოლებლად შეძლეს ასამბაძეებმაც. ოჯახის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შარშან კანონით დაშვებული 7 კუბური მეტრი შეშა არასაკმარისი აღმოჩნდა და დამატებითი სათბობი მასალის მობილიზება დასჭირდა. ახლა კი ამბობს, რომ გაზრდილი ლიმიტი სრულადათვისებ არ მოუხდება, რადგან 15 კუბური მეტრი შეშა ერთი ოჯახისთვის მეტისმეტად ბევრია. გამოწერა 7 ლარი ჯდება, სააგენტოში მიხვალთ, კოდს მოგცემენ ხის კოდს, მე ჩავალთ ბანკში, გადავიხდით საფასურს, რამდენი კუბამეტრის მოტანასაც ვაპირებთ. მე შესაბამისი მეტყები გაგხვდება და ის ნომერი, რომელიც კოდში აღნიშნული, მოიჭრება და მობრძანდება ადგილში. გარემოს დაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს სათბობი მასალა დროულად მოიმარაგონ, რადგან ამინდების გაუარესებასთან ერთად ტყეებიდან შეშის გამოტანა გართულდება. ჩვენი თხოვნა იქნება, რომ სანამ გამკაცრდება ზამთარი, მანამდე თადარიგი დაიჭირონ და უკვე დღესვე დაიწყონ საშეშე მერქნით უზრუნველყოფა, რომ შემდგომ არ მოხდეს გარკვეული პრობლემები. ხეების მოჭრის შემდეგ მოსახლეობა ვალდებულია ტოტების სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე 1 მეტრის სიმაღლეზე დაასაწყობოს. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამით ტყის განახლებას ეწყობა ხელი. ეკოლოგები
მტიანეთისთვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.